მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო სოხუმელებო, ჩვენ დღეს ისევ ბრეხალოვკაში შევიკრიბეთ. დღეს ისევ შესანიშნავი მეგობარი გვყავს, ძველი, ძირძველი სოხუმელი კაცი, ბატონი მიშა კოპალიანი, ცნობილი სპორტსმენი, ცნობილი სოხუმელი. მინდა მოგესალმოთ ბატონო მიშა და მრავალი იყო ჩვენი შეხვედრა, დიდი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი და აბა ბრეხალოვკას როგორ გაიხსენებთ? ბრეხალოვკა რო შეიქმნა უკვე მახსოვს იქიდან კუკურის ჩაი კიდე გვერდით გორჟაში და ხო ხაჭაპური ჩაი მანეთი, მე ხაჭაპური ძეხვიანპური მანეთი და კაი ჩაის აკენებდა. ჩაი ეს ფენერი ჩაი იყო რაღაც განთქმული ესე ჩაი მართლა მანას გვენატრება უკვე. ბატონო მიშა, მინდა სპორტული ამბები გავიხსენოთ, სპორტსმენების ისტორიები გავიხსენოთ და ამ სოხუმში რა ურთიერთობა იყო. ერთ-ერთი ჩვენი პირველი შეხვედრისას ბრეხალოვკაში ჩვენ გავიხსენეთ ვოვა ხაჟბა, ცნობილი კაცი. ვოვა ხაჟბა და მე მუშაობდით ერთად. ვოვა ხაჟბა იყო მწვრთნელი კალათბურთის, გოგოების გუნდი ყავდა, ნაკრები გოგოების გუნდი, ძალიან პერსპექტიული გუნდი და მე მახსოვს ერთი მომენტი, როცა უკვე არეულობა იყო სოხუმში და ვოვა არ დადიოდა სამსახურში, იყო სახლში, მაშინ თვითონ ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. რომ ეს ასეთი ამბავი მოხდა და განიცდიდა გამოსვლაც არ უნდოდა სახლიდან. ხელფას უწერდით და მიმქონდა მაგასთან სახლში. ხელფასი და ვაზველი დიდი მადლობელი იყო და თვითონ მე ბევრს მიყვებოდა იმ ამბავს, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა ისე როგორც საჭირო, მაგრამ ასე მოხდა და მე ერთი პერიოდი მე რუსეთში ვიყავი. ხო და იქ პენსიის საკითხი იყო. პენსიის და რო სპორტ სკოლაში მუშაობდი, მეთქი 62 წელი და თითქმის 35 წლის სტაჟი მქონდა. ერთი გოგონა იყო კალათბურთელი მოსკოვში და მას გავატანე საბუთები და შრომის წიგნაკი რომ გამიკეთონ მეთქი ბეჭედი დაარყო. მოვიდა ეს გოგო და მივიდა სპორტ კომიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან და როდესაც უნდა ხელი მაეწერა. იმან ვარი უთხრა, მე ვერ მოვაწერ ხელს. გაიგო ეს მოვამ, აიღო ეს ჩემი საბუთები და მივიდა პირდაპირ ამ კომიტეტის თანამშრომელთან. ეუბნება შენ რასა რო აკეთებ? ეს კაცია, როცა ასეთი პირობები იყო და ჩვენ ვიმალებოდით და მე სახლიდან ვერ გამოვდიოდი, შეშიტო. ამ კაცს ხელფასი მოქონდა ჩემთან სახლში. იმ ხელა პატივცემდებოდა, შენ ხელს არ უწერ, ასე კი არ უწერ და მე იმ კაცს ვარი ვერ თქვა და მოაწერა ხელი. რა კარგი მაგალითია. ეს არის სოხუმელობას უძახი ჩვენ ამას. ზნეობრივი ამბავია. ის კი არა სიტყვას რო წავწდებოდა. აი ხა ხშირად ჩვენ რუსულად ლაპარაკობდი, ხო სოხუმური რუსული იყო. სიტყვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დაკვირებული ნაყოფილიყავი სიტყვაზე, პასუხზე. ბრეხალოვკაზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა, რომ ეს და სანაპიროზე. ჩვენ სანაპიროს ბიჭები ვიყავით, ასე ვთქვათ. სანაპიროს ბიჭები ხო საღამოსკენ ვინ იყო ყველა ქალაქიდან გამოსახლენ რაიონიდან, ტურბაზიდან, ჩამბიდან გამოდიოდნენ და იქ ხდებოდნენ ერთმანეთს და თავის ქნევით ვიღლებოდით. აი იმდენი სალამი ერთმანეთს და იმდენი კეთილი შეხვედრები და ტკბილი და აუცილებლად მე ან აფხაზიაში, ან სახურავზე, იქ რესტორანში ვამთავრებდით და ან ამრაზე და ან დიოსკურია და ასე გრძელდებოდა ჩვენი ეკავური ცხოვრება, ტკბილი და კარგი ცხოვრება. ერთი პატარა ეპიზოდი მინდა მოვყვე. მე-4 სკოლაში სწავლობდა სანევი, ქალაქ სოხუმის მე-4 საშუალო სკოლაში და იქ სკოლის დირექტორმა დაინახა ეს ბავშვი, მოძრავი ბავშვი, მე-4 კლასის ბავშვი დარბის სწრაფად ხდება კარგად და მივიდა კერსელიანთან იცნობდა კერსელიანს კარგად და უთხრა ბავშვი მყავს და ძალიან კარგი და ერთი მინდა მოგიყვანო. მოიყვანა კერსელიანს, მოეწონა და ხლა მიდის ვარჯიშები და წვიმიანები როცა არის კერსელიანი არ მოდიოდა სტადიონზე წვიმდა და რატომ მოვიდოდა, მაგრამ ეს სანევი ეს ბავშვი არ ცდენდა არ წვიმაში მოდიოდა და ელოდებოდა მწვრთნელს. ერთხელ ეუბნება მწვრთნელს მოვიდა კი მაგრამ გუშინ რატო არ იყავით? მაგრამ გუშინო წვიმდაოდა. წვიმდაო და ბავშვი ეუბნება იმა თქვენ ზონდიკი ხო გაქვთ? ზონდიკი დაიჭიროთ და მეო ვივარჯიშებო. ერთ-ერთმა აფხაზმა ხან შესულმა კაცმა მითხრა რამდენიმე წლის წინ რომ რა მოხდა ასეთიო, სუდს უხსენებთ ერთმანეთსო, ჩვენო კარგს რატო არ უხსენებთ? აი კარგზე ვილაპარაკოთ. რამდენი კარგი იყო, უმეტესობა კარგი იყო. ამდენ ვიხსენებთ, ამდენაც 1-2 რაღაც შეცდომა მოვიდა, ვიყავდა ცუდი რაღაცა. დაბადების დღე მქონდა 45 წელი შემოსულდა, ჩემთან იყო სამსახურში. ავიზბა იყო სლავიკ ავიზბა, რუსლანი იყო, ტარკილიეს მსოფლიო ჩემპიონი იუნესკოში ეს გოგოები იყვნენ, ბიჭები იყვნენ და ესე თბილად მეგობრობდით და ვიყავით ერთმანეთთან, ვიცით დარწმუნებულია რომ ისინი დღეს ღმერთმა კარგად ამყოფოს სულ თუმცა ვინც ცოცხლებების არა ღმერთმა ახსენოს და ალბათ დროს შეხვდებით
აი ხელ ჩამოართვა და გადავიხევით და ალბათ მე მგონი რომ ასე მოიქცევენ ისინი როგორც მე. არა ვარ მე მტერი, არა ვარ მე მოშუნე, არ მინდა ის გამოვიარეთ ის ომი გამოვიარეთ, მე მგონი ეს საკმარისია და მშვიდობიან გზას უნდა დავადგეთ. არ შემიძლია დღესაც თქვა რომ ის ჩემი მტერია და მე მას მოვკლავ რაღაც არა. თუ იქნა რაღაცა და მშვიდობით ჩასვლა და ერთმანეთს კიდე თუ ერთმანეთს ვაპატიებთ რაღაც ყველაფერს და მოდის მოვხდეთ იმ დაღუპულ ხალხს რომელიც წავიდა ამ ქვეყნიდან ყველა ერთად იმ ხარესაც, ჩვენ ხარესაც, მაშინ მე მგონი ეს ამით უნდა დამთავრდეს. ასე ვფიქრობ მე.